მოდე, ხვალ გეწყებათ ფეხბურთიო მასწავლებელმა, ახალ ბავშვებს იღებენ კიდევ. მიიღებენ ომარიკო, აბა რა იქნება, ამ ხელა სტადიონი აიღეს, კაცო. სულ დავათვალიერე ყველაფერი, ხო იცი. განათებები ახალი, ბადეები ახალი, ბალახი ახალი, კარგად გაუკეთებიათ. უკაცრავად ახლები ხართ თქვენს, ახალი ოყური მოვკარი, პირველად მოვიყვანე მეც ბავშვი და უნდა ჩავწერო. ჩვენ ერთი წელია დავდივართ უკვე. ხო. თქვენს დადიხართ ფეხბურთზე? არა კაცო, რამე დავდივარ, ბავშვი დამყავს. არა, დავდივართ რომ თქვით, გრამატიკულად არასწორია, მე ფილოლოგი გახლავართ. გასაგებია. აი აქ უნდა ჩაწეროთ, ეს არის მწვრთნელი, ბავშვი, მიიყვანეთ. გმადლობთ. ომარიკო, მოდი აქ. ამ ბავშვთან არის მეგობრად, თორე გამოგიყვანეთ და ფეხბურთიდან. გიო, მოდი აბადადექი კარებში, პენლებს დაგირწყავ. გიორგი მასწავლებელო, ერთი წუთით კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ჩვენ ზბორებზე როდის წავალთ? რა ზბორებზე ქალბატონო, ჯერ ვარჯიშები არ დაგვიწყია ნორმალურად და ეგ ადრეა ჯერ. ნუ ეხლა ზოგადად ადრე არასოდეს არ არის ჩემო კარგ, მაგრამ ნუ კაი. იგა შეცაგარ, ვაიმე საზონაში დაგხავს გოგო ბავშვი, ვერ წარმოვიდგენ. ბავშვებო, ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. და რაფერია ამ ბავშვს სახელზე? გოგო რა უნდა მეკითხა? წუხენის რა ხმაური და ცივილ-კივილი გამოდიოდა ხუციშვილებისგან. ვაიმე არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი. ხო, მე სახლშიც გაუგრძელებიას, მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცა შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლ-ქმარს. სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ღვინის ჭიქა. ასეა საქმე. უკაცრავად ქალბატონო, ეხლა თქვით რომ კბილებში შეალეწა ღვინის ჭიქაო? ხო გეუბნებით თუ შუშანიკი მოამეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო, ამბავი მოვყევი უბრალოდ. მიშველი არსად არა თქვა ეგ. მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღან ამბობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრობენ სოფოსიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. ქალბატონო, რამეს თუ გვანიშნებთ, პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილო, დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. და როგორ შეიძლება კაცვაზე ნერვიულობა? რა იქნან ახლა ნერვიულობენ ბავშვები. გოგო, სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში, სოფოს გარდაცვლილი ყავს დედა. და როგორ გადამწოდინდა გოგო ეგ? არა კაცო, ეგ ქალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი, ხო? სოფოს დედინაცვალია. უკვე ნამდვილად აღარ არის ესეც ცილო რა ქალბატონო. სამანიშვილის დედინაცვალი მოვა, ხო მეორე ვარიანტში. არა შვილო, რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე. და სიტყვა ვეღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა. მე დაღლა შენ უნდა გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში. 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან, სასაფლაომდე ვიარეთ სულ ფეხით. ვაიმე როგორ უცბად დაიღუპა რა. გასაცოდავებული ცხოვრება ხო ქონდა, სიკვდილშიც არ ქონია ბედი. დიდოსტატის მარჯვენა მოვა. ვილიამ მაგრაცი მაინც ტიპი რა. დაახლოებით ისე როგორც მეკცემე გუშინ. თუ გინდა გავმართოთ მეორე რაუნდი სანამ დედა მოვა და ნახავ ვინც მოიქებს. მოვედი. რა შვებით კიდე ხო არ იჭხუბეთ თქვენ? ვაიმე გუშინდელი აღარ გაიმეოროთ, აღარავს დროს. თორე ნოკაუტი მერე ნაკეთ თქვენ რა. თუ 2 წუთში და გვანოკაუტებ ორივეს ილია თოფურიას რეკორდს მოხსნი. რა გადიეკ და მოიტანე. რა ვიცი, მაღაზიაში შემხარ და მეთქი წავუღებ თქო კონსულტანტმა რაღაცები ამოდის შიგნითო, ხო, მინი კუბი ქვია. ბიჭისაცაა და გოგოსიც. მაჩვენე. რა მაგარია. ანასტასია მინდა ჯაშენი გახსენი. რა მაგარი ტიპია. მაჩუქე. ხამივით ნუ იქცევი ხოლმე რა. გახსენი 2 წელი გაკეთე გეკნება შენი. რა მაგარია. დაიცა კიდე რაღაცა. ბლომად რაღაცეები ყოფილა. რა საკეთებ გოგო? კოვიდი მაგ და ფილტვების სავარჯიშოს ვაკეთებ. რას უნდა ვაკეთებდე ბუშტია უბრალოდ. ნახეთ, ხის რაღაცა მოვიდა. ილია თოფურიას ხის ფიგურა. შეიძლება მეორეში დვალეშვილი იყოს, იმასაც გავხსნი. გიყიდი მერე კიდე, ხო? მთელი ზაფხული გვექნება აქციაო კონსულტანტმა მაღაზიაში. ხო, ვაიმე ლიასთან გავიდე, მე ყავა დავაქვევინე და გავუტანო. ამას თიკლეს ვაჩუქებ, გულგატეხილია და მოიწონება. დვალეშვილი წამოვივიდა. რა მაგარია. და კიდე მაგნიტია. ინგლისური დასოა ეს. დურაკი რო ხარ, ალბათ მაგიტო ამოგივიდა. დურაკი. ეხლა მაგრაკცე. სადარბაზოში გამოდიოდა თქვენი ცივილ-კივილის ხმა. დეგენერატები ესენი რა. პირველი ეგ გადმოვიდა იერიშზე, მე უბრალოდ თავს ვიცავდი. მაგრამ დაგიცავს თავი კი. მუშტი ჩამარწყადე. ომარიკო, ხო არ გასულ ხარ სახლიდან? ხო, ამან მშვიდობა, ცეცხლი ხო არ გაჩდანა?
კაი ხო აღარ მესმის შენი ხმა წდება ეხლა ხო არ იჭერს სნიკერს მოგცემ მე შენ როგორ მეშინია ხოლმე კაცო ამის სახში მარტო დატოვება რა შენ ადგილას მე შემეშინდებოდა ინგა 4 ცეცხლის გაჩინა 2 დატბორილი მეზობელი და 1 გატეხილი კოტანია ომარიკოს ანგარიშზე მაგიტო ვარ სულ დაფეთებული ხო What do you want to eat? ეს ამდენი ინდოელი რა უბედურებაა კაცო იქით კიდევ არაბები და ისინი იდგნენ კაცო ირანელები ჯგუფად ხო არ ქართულ მოყოფილო კალბატონო როგორ არ ვარ ქალბატონო ჩემ გვერდზე ცხოვრობენ ინდოელები კორპუსში გვერდზებინაში თავიდან ნორმა იქირავა და ეხლა 14 ცხოვრობენ ან როგორ ეტევიან იმ ოროთახიანში მე არ ვიცი ინგა მან ჩავდე წვენი და ზელატოსები კიდე ამის გარდა ოღონდ ყველა არ მისცე ომარიკოს რა ზოგიერთი ჩემია ამ ბორდოს რაღაც სამალავი გაჩნდა სახში და ვეღარ პულობ ხოლმე ისე მალავს უი არიცი ჭურჭლის არის მაგანაში მალავს ხოლმე გუში რო გაროთ ჭურჭელი და გადმოვალაგე გამოყვა შენი აკაპებული ზელატოსზე Максим, я больше не могу. Держи, пожалуйста. და სუპერმარკეტია ეს თუ ბაბილონის გოდოლი რა უბედურებაა კაცო ომარიკორი ყავს ხო მომაგ ზელატოსები კი რამდენი 2 ცალი მომაგ კაი აუ ნახე რა მხილარი გია მე რა ხო იცი რაც უნდა გნევჟაკეთ თულა გერ წამომიყია ამოიდე მიდი მუცოში დაგვითმობენ გზას მიდი უკაცრავად ხო ვერ დაგვითმობდით ადგილს ფეხმძიმე მეგოგონაა და აუ ის მაგარი რაღაცა მოიფიქრე აუ იქ ირმა და მაგარიან რა ვქნი ახლა მუსლი დამინახავენ გამარჯობა გოგოებო როგორ ხართ? მე მის მუცელში. კარგად თქვენ როგორ ხართ? კარგად, მე ძალიან ცხელა დღეს ხო? ხო, დღეს გამოაცხადეს ტელევიზორში რომ ამ სიცხეებმა ფეხების დასიება იცისო, ხო, და მუცლის. არ ვარ ბიბურსულად არა დამშვიდი. დაჭორები გააღწევეს რა, ბაზალამადგან ეტა. მე ჩემი ზელატოსია და მომე. გამეწალი კაცო კიდე გაღიზიანებული ვარ რა. ხო, ჩემი ძმისშვილი ჩამოდის ახლა ზესტაფონიდან. მოვაწუთი წუთზე. ეს დღეები ჩვენთან იქნება ხო და მე მიდის ტურში ექსკურსიაზე. აი მოვიდა მე მგონი გადმოგირეკავს აღამოს რა. ომარიკო გააღე კარი. გიო, როგორ ახარ? კარგად შერავახარ. მამიდა არ არის სახში? კი, სახშია. ვინ მოსულა ეს გვიკადრე? როგორ ახარ ბიჭო? აი მე რამ ხელა გაზრდილ ხარ მამიდა. რა იყო დედაშენი სტაფილოს გარდა არაფერს არ გაჭმეს. შემოდი აქეთ. რაო აბა რა ტურში მიდიხარ ახლა მოყევი. ხიდების შემეცნებითი ტურია და მამაჩემა ჩამწერა მან ზესტაფონს რო არ გაცელიდიხარ მთელი ცხოვრება ნახავ მთელ საქართველოს მოივლიო. მარტო კემი ვდივარ ახლა, მაგრამ არა მუშაობს. მარტო იმიტომ გიშვებს რომ შეინტოლები გაიწვო მან და ახალი ადამიანები. კაცო აბა გიჟი კი არ არის ჩემი ძმა ხა. ძმაკაცებთან გაეშვი მან. დაახლოვდები კაცო მათ ახალ ადამიანებთან. მე რატო არ მიშვებ მან? მეც დავახლოვდებოდი. ეს არის ახლა 14-18 წლის მოზარდებზე კაცო და მომავალ წელს გაგიშვებ შენ. მომავალ ზაფხულში ნაზიკოს ჩამოყავს თავისი ბიჭი იტალიიდან, ხო და ერთად გაგიშვებთ მე. აგაც იქნებიან იგენივე ემიგრანტები ჩამოდიან თურმე და ამაზე კარჩი რა შენ დახარჯო ფულიო უთქვამთ. ჭკვიანი ხალხი ეგრე იქცევა ახლა გენაცვალე. წლები რო ცხოვრობ საზღვარგარეთ, გინდა არ გინდა ცილდები ახლა აქ ევროპას და საჭირო ესეთი შანსები გამოიყენო და გახვიდე კაცო სხვა კუთხეში ნახო როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ხდება და როგორია. ვინგა ჩითულა, გიო შეძვილო. რა იყო რომ სიმაღლე ხარ მარტო სტაფილოში ჭა? როდის მიდიხარ? აჰა, ჯერა ჩამოსულა ადამიანი და მაროდის მიდიხარო. სტუმართ მოყარება მაინც არ იცი გოგო, კარტველი ხარ. 5 აგვისტოს იწყება და ცოტა ადგილია დარჩენილი ჩამწერა მამაჩემ ამან. ვა რა მაგარია, ამბიციონები წამოვიდოდი მანდ. და თქვენ ქალბატონო, სტუმართ მოყარება ნამდვილად არ მიშლება. იმედი მაქვს რომ გიო ამერიკას ოთახში წვება. აუ თექ ხუსლიო მოტყდა შევქროშოს ფეხსაცმელზე? წეღან ჩაი არის ჩემ კორპუსთან გამოპრანჭული იყო. ვიდეო მოგადაღებული. გოგო ხო ქორწილში მიდის, გვახვინა მხოცოლი მოიყვანა და დაპატიჟა. ყველა ქორწინდება რა. მე კიდე გუშინ სერიოზული კამეთი მომივიდა ირაკლისთან. სადარბაზოსთან ვიჭხუბეთ. აუ შენ შეყურებულთან მაინც მოგდი ჩხუბი და მე 2 წელი არავისთან მიჩხუბია. ერთი ინგასთან თუ მომივა ხოლმე ჩხუბი ზეგანაც ვიჩხუბით, აღარ მილაპარაკება. აუ ნახე თივრილდები. ხო, ეს ვიღაც გოგოს ლაიკებდა ფოტოებს ინსტაზე. ყალბი აკაუნტიდან ნახე. დეტექტივ 7 რომ აწედია. ხო და მე ისე ვიჩხუბით, რომ სილა გავაწენი და ავედი სახლში. რა ქენი? რა სილა გააწენი გოგო რო გიჩულო ხა სად მიდიხარ მე? კაი გოგო რა უნდა მიჩულოს პოლიციელია. მით უმეტეს. შენ ეს ვის გამოსვისა ბამდენი ხანი მზია მაღლობელი ციხეში. სილა გააწნა იმ კაცს. ნუ კაც. და ის ამტკიცებს ახლა დიდი ტყლაშანის ხმა იყო. აუ ეხა ცოტა უნერვიულდი. საჩი ვარი ხო არ შეაკნეტა. დაურეკა.
კაი, არ გინდა თავი განები, იქნება არ გიჩივის. ზიამაყრობას ეხლა რატოც მოიქცენ ეგრე ყველა მიცის. და 7 თუ 8 თვეა სერიოზულად მიდის იმისი გამოძიება, განიცადა თუ არა იმ კაცმა ტკივილი. და მაგის გამო უნდა ჩასვან 4-დან 7 წლამდე? რა სიგიჟეა? ხო, მაგას არ ვამბობ. ანასტასია, შეიცვა კარტოფილი და გამოდი თუ გინდა შეჭამე. კაი, გამოვალ. მილაპარაკება თურმე. იცი ხა თავისი ბრალი რო და კარტოფილი ცდილობს გამოსყიდვას. აუ, კიდე მაგაზე მეფიქრება, რომ მიჩიულო ის. აუ, შეიძლება რა სამართლში მიჩილონ, იცი? რა? მოგიყვები. ანასტასია დაგირეკავრა ცოტა ხანში. აუ, სილა გავაწანი. მავრა რაქნა გოგო ბარბარემ ინგლისურში. 24 არა ჩაულებრივი ქულა, გოგო. ხო, მაქსიმუმი რამდენია მანდ? 24 ნორმალური ქულაა ეხლა, ხო. ინგლისური 24 ბარბარე. ეს რომელი ბარბარია სიაში ორია? ბარბარე დოლიძე და ბარბარე კამუშაძე. ეს დოლიძე იყო, კამუშაძეებმა არ უპასუხეს ტელეფონს, ესე იგი დაბალი ქულა აქვს. ვინ დაგვრჩა კიდე? გიორგი სხირტლაძის ქულა არ გვიწერია ისტორიაში. მუშაობს აგენტურა, რა ეტაპზე ხართ? მაჩვენიაბა. ბარბარე 24-ია იყო, მეგონა ჩაიჭრებოდა. აი იმ ტეიბლი იყო ზუსტად. სხირტლაძე ისტორია ხო? რა კაიქენია სულ იმიტომ რომ ჩავირთ. მაგდა როგორ ახარ? კარგად შემოგარგო, კარგად. მაგდა რაზე გირეკავ? იუსტიციაში მაგ გოგოს საქმე პასპორტზე მინდა რომ დაგისვა კითხვა, შენ ხომ ანდ მუშაობ და დედა რას მეუბნები, გოგო? როდის გაგათავისუფლეს კი მარა? 2013-ში. ხო, დედა როგორ დამწყდა გული ეხლა. გოგო, შენმა ბიჭმა რაქნა ისტორიაში. ეს ნახე ანასტასია, მარიამ ჩაგანავამ 19 ქულა იყო ქართულში. ე გოგო ვერ ლაპარაკობს ქართულად და მაგიტო. ამაზე შეხვდა და საკმარისი კონფიდენს არ მაქვს, რომ გამოცდა კარგად ვწერო. რატომ მეთქი რო ვკითხე, it's complicated და ასე მიპასუხა. ინგლისურში კი აიღებდა ქართულას. გიორგი სხირტლაძე ჩაწერე ისტორია 56 ქულა. დედა ასეთი კარგი ქულა თუ გაქვს, კაი ადამიანო, აქეთ უნდა მირეკავდე. მაგრამ ესე იგი ის დღეებში ჩაკეტილი ოჯახი. აუ ვინ გახსოვს შაშან ქულები რო იდებოდა ჩვენი მეზობლები რო აორთქლდნენ. დღეს დაგპატიჟეს ნათლობაში. ოღონდ მე ვერ წავარ შენ წადი. მე ასე წამსვლელი არა ვარ, სანამ ეს დავთარი არ შეივსება ბოლომდე დეტალურად. ბიჭო, ეს ბოლქვაძის გრაფა ცარიალი როა, არ უნდა მითხრა. დამიჭირეს. მაინც ადამაკე ხამათი ნომერი. აუ, ჩემი ქულები კი აღარ მასუს რა ვიგე თავის დროზე. წერი ამ როულში. იმ წლის გრაფაში მოძებნე რომ ცაბარებდი. აუ, იუნესკოს უნდა დაუკავშირო ეს როლი როგორც ძეგლი ისე დაიცვან. რომელი წლიდან იწარმოება საერთოდ? ფიქრია სალამი. როგორ ახართ? ვაიმე, რას მეუბნები, გოგო? ინსულტით? დედა საწყალი. ვიზიარებ, ჩემო კარგო, ვიზიარებ. ხო. გოგო, რაქნა კესომ გამოცდებზე? წართული წერია წერს. ხო. ლელა, გოგო რო გამართლეს ის ახობაძე. დედა ისეთი ბედნიერი ვარ, გოგო. გადაწყვეტილება გამოიტანა. ვაიმე, რა ერქვა იმ მოსამართლე? რომეომ. ხო, ვაიმე, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ცხრაპირი ვიტირე მე მგონი. გოგო, ეხლა მე ამოვწერე, ჩაიწერე შენს თუ გინდა. ხო გაქვს პასტა. მუშაობში. სამი პაციენტი და ხო, ჩაიწერე მიდი შმაგი გობეჯიშვილი ესენები ცრუები ვინც იყვნენ ამ საქმეში. გობეჯიშვილი ეს პროკურორი თვითონ. ხო, მკერავი. გიორგი გურეშიძე ეს ვინც ჩაუდო თურმე. მე რევაზირაკი ბიჭო შეატრიალე ეგ ის რა ქვია ვენტილატორი მიბერავს წელზე. სათხა შევატრია. რო ტრიალებს ისე დააყენე. დავაყენე ხო. სად ვიყავი? ირაკლი ნარიმანიძე, გიორგი ხარგელია, ხო იწერ. გოგო იმას შერაგე პაციენტების შეერაგერიოს. და ვლადიმერ ალადაშვილიო, ხო. აი მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი რა. ეხლა უნდა დაურეკო ქოცშორენას მე. ხო, ჯანაშიას. რო იძახდა ეგ ბიჭი ნარკომანიაო და მანა ხო ერთი ეს. ხო, რა ვიცი დაწვა მე მგონი, დაიძი. მაინდიდი როგორ ხარ? სახშია ხო თიკო? კი სახშია შემოდით. ცივიყავი გავიკეთე გოგოები მოდიანო გამაფრთხილა. ოთახშია. აუ, მაინდიდი ეს დივანი იქით არის გახოლმე და ეს კარატე იქით. დიზაინი შეცვალეთ.
თქვენმა დაკალმა შეცვალა ეს, ხო? ამ ბოლო დროს დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა, ხო? შევიდგინდი ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე. გიგო რა შვები? გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია? გოგო ხო იცით რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა? ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერის დიზაინი ან რამე. აუ იქ ძალიან მაგარია. გინდა მოგიძებნო? ამაცინათ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ ვერ წვით ტუალეტში გავალ რა. ჩემ გარეშე არ დალიოთ ყავა იცოდე. აი ნახე აბა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-ამდე ფასდაკლება. აუ თიკრანერ შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივი ყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შულს უნდა მეგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქვენ აი мотиваცია მიეცით რა გეხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მაინადი და თან ონლაინაც აი და ადგილზე მისვლაც შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა ჩაგიგდებთ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდეთ ცივი ყავები. იმედიათ ეკლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახს მეგრეთ მამა შენ შეუვარდება საძინებელში. მოვდივართ დღეს, ხო? სიაბებო. თუ არ დამვიწყებია კაცობა, არც აზამთრო და არც ნესვი. ხო. კაი, წავედი ახლა ვბარგდებით ჩვენ ამცალია. კაი. მე რა ხარ დამავიწყე აზამთროს და ნესვიც. ჩახვალ ორ ნაბიჯში. შენი აზრით? რა ორი ნაბიჯი სველი მაგთმა? ომარიკო ჩაუშვი. ომარიკო რანაირად ჩავა კაცობა ტუალეტშია. მე ხედავები რაც მე გამოვიდი იმის მერე ტუალეტშია. ხო ვეუბნებოდი გუშინ არ ჩამოის სიმინდი მეთქი და დაემართა. 40 წუთია იქს გავხედო ერთი. ინგა ვერავინ ვერ ჩავდივარ და რო გამოვიძახოთ ორი ნაბიჯიდან? ომარიკო რა შვები აბა? ჩვენ ვერაფერს. კაი, იგი რა გითხარი? გავიგე ხო, მაგრამ ჩემგან აღარ გამოვიძახოთ ახლა კაცო. პრომოკოდების აქცია 1 სექტემბრამდე. გადმოწერე მიდი შენ ორი ნაბიჯის აპლიკაცია და დარეგისტრირდი. მალე წავალთ. მან თუ იჯდები ვერსად ვერ წავალთ ჩვენ. აჰა, დაურეგისტრირდი. მომეცი ტელეფონი. აჩვენე. ესე იგი გაკეთებ მინიმუმ 50 ლარის შეკვეთას. მერე ჩაწერე პრომოკოდი სანდრო G, პატარა ინგლისური ასოებით და ფას 10 ლარიც მოაკლდება და უფასოდაც მოიტანე. აუ რა მაგარია, სანამწაოდ კი მოეცრება მოტანაც. დავამატოთ მაშინ 2-ო. აუ ინგე გამახსენე მზიებებს რომელი უყვართ ციციბურა თუ ბრინჯი? ციციბურა, გოგო. ციციბურა. ერთი შეკვრა. აუ წინა თუ შემზიებო მასილარი ჩამირიცხა. 2 შეკვრა. ომარიკო შენი შორტები ჩაალაგე აქ. რა ვერ გამოყვედი ბიჭო? ტუალეტის კაღალდაც თუ არ გამოიძახებ, თუ ვერ გამოვა. აი მე მიშველებ დაამატ ტუალეტის კაღალდი. მან ხო დამხა. ხო დედა. კაცო არ დამვიწყებია მეთქი არაფერი, მომაკ. კაი. აი მიშველი ანასტასია, შავი ქლიავი შირი დაამატა შეკვეთაში. ბავშვი მოიკიდებინა ტრამვე ხადა თავი უკვე. აი მე კარგი რა დედა რა ბავშვები არიან, კაცო და უნდა იხმაურონ აბა რა უნდა კნო. ინდა დედა. ომარიკო დაიმალა და ვეღარ უყოლა. დამალობანას თამაშობთ? დაიცათა ურეკო. საწავიდოდა ახლა. ომარიკო სათხარ კაცო გეძებენ ბავშვები. რა ბოსალში ბიჭო გამოდი გელოდებიან ეხა დროზე. ახალი დაბანი დაგამოსელებ მაშინ. მობა ბავშვები. მიდი გამოიტანეს ფეხსაცმელები დამოთვალიერებინე რა ჩამოგივიდა. გეორგი, ომარიკო რო გამოიწეს უთხარი ჯერა სახში მოვიდეს. აი ეს ორი წვილი გამოვიწერე ფოფსარეად. და ისე მალე ჩამოვიდა არ ველოდი რა. რომელია? ვანს. ხო, ეს ციტლები ანასტასიამ გამოწერა. ნახე რა ხარისხია. სიგეს ბოშამ გამომწოიფერებ ცოტა ვერ მოეშვა. და მაყიდინა ეს ციტლები. კანკია. და ეს მეორე წვილია ომარიკოსი. დედა ნახე რა კაი ფერი სპეციალებია. უყურე. დედა რით ვერ მოაღწია კიდე ამ ბავშვმა რა. ნახე. შენათროც რა უკიდე დღეს აი იუბილარე რო არა 12 წელს რო გახდა. აი მე ჩემი სიკუტერი. როგორ დამავიწყდა კაცო ლაშას დაბადების დღე. მაგრამ ჯერ დილა და გავალ მიუგულოცა. და რა ვაჩუქო. დე, ჩემ ფეხსაცმელები ჩამოვიდა. ლაშას დედა გირეკავს, თია დეიდა. მომენტ. ხოთეა. აი მე მოერგო. ხო, აბა სპეციალურად დავარჩიე მე ლაშასთვის კაცო. ფოფსარიადან გამოვწერე. ხო, ისეთი ხარისხი. კაი, აბა ჩემო კარგო, მშვიდობაში სულ, მშვიდობაში. კაი. ომარიკო, შენი ფეხსაცმელები არ ჩამოსულა ჯერ, მალე იქნება.
დე ბავშვებო უნდა ვიქეიფოთ იქ ეზოში და რამე გვაგზირს რომ დავაფინო დასაჯდომად. ეს რა ვიღო? რა უნდა აიღო ბიჭო, ჩემი აბრეშუმი შარვალია ეს. ეკრემა მზერებს რაღაცა ძველი პლეტი და მოგიძებნი. ბავშვებო იქითკენ გადით ხესთან და მოვალნეც. მან დააწყეთ ეგენი. ანასტასია ზერატოსებისაც წაიღე. სამზარეულოშია მეორე კარატაში. მაგრამ სულ არ გაზიდო ღერცად და მიტოვე მეც. და არ იხმაუროთ კიდე წივილ-კივილი როა ხოლმე. აჰა, ეს წაიღე, დიდია და გეყოფათ ამ ყველანი დაეტევით. ეგ პარკი წაიღე, მაგრამ ნაგავი ჩაყარეთ შიგნით. ბებო, იქ სიმინდი მოვიტანეთ წეხან ბავშვებთან და მაგით გეხოცე ბატიბუდი გავიკეთე რა წაფაზე. ვერა პროფესორ გავაკეთებ ზირდა მეპნა წაღანა სულ ეგ სიმინდი. რანაირად დაგებნა? ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვა, ეგ სიმინდი უკვე ქათმებმა შეჭამეს, სულაც საკათმეში დაეპნა. არ გესმოდა წაღა ქათმების ბედნიერი კრიახი. ოპა, მარტო ამ ზელატოსით ვიქეიფოთ. რანაირი ლაპარაკია კამბავს რა. გამოვიტანა მე ნიკოლაძეების ბავშვები ამის სამოყვანილი ერთ თავი ყოლი და გეკეიფათ. მაგრამ წუწურაკები რო არიან ეგენი მის დღემში, სხვისი უნდათ მარტო. დე წამო ესენი იქი წამაღებინე. აბა როგორ ახართ ბავშვებო, რა მოგართვათ ახლა? ჭადები გამოგიცხოთ? აუ კი რა, დედა ჩემი ძალიან მაგარ ჭადებს აცხობს. აუ მარი ხელი ზოგობა აკაცოც და დე მოკალი. ვაი მომეც წუსტი. აბა მოკალი? რანაირად მოკლევდი, ბარბარეს უთყავდი. მარი ეს არის. დედა ვერ მოხვდა კონსერვატორიაში. ბრატო კაცო, რატო რა კარგად უკრავდა ბავშვი ჭიპონზე? ო, კაი აღარ ინერვიულობთ ახლა თქვენც. კაი. გასიშვილების მარიამ საუღია ასიანი. ინგლისური სკოლა მუშველა ძაანო. კაი ქულა ქონდა. ბექნებოდა გენაცვალე მაგ ბავშვს. ჭიპლარი არ ქონდა გადაჭრილი და მისმა ინგლისურზე რა შეიყვანა, მე მკითხე ეგენი. ხო ფიქრია რა შვებით, გოგო რა ქნა ნიკა? თავი მოეწყო? მოესპო? კაი დაგირეკავთ მე. აუ დე საჭმელი გააკეთე რამე ძამშია. საღამომდე მოითმინე და ჩახრაკული აბიტურიენტი გვექნება ვახშმად. ქვემოთ ვიყავი ახლა და რა მოვდიოდი ბირჟაზე იჯდა დიმიტრიძია და ის ამბობდა რომ გამოცდაში ჩაჭრა არაფერია, მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა. დიმიტრი გიტყვის მაგას. ანასტასია ხო იცი მაგის ცოლი იქ საბერძნეთში. ინგა შენი ძმისშვილი რო ჩაირიცხა უნდა მიულოცო Facebook-ზე. ხო უთხარი სამოქალაქოდ ჩააბარე მეთქი შარშან და 70 გრანტიც დაიწყა. თუ აბიტურიენტი ხარ და სამოქალაქოს მასწავლებელს ეძებ, ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე ადგილი. Instagram-ზე მომწერე. ო, მაგათ ველაპარაკე კაცო. ჩემ აზმამ დამირეკა, სუფრავს კისრულობო ისე უყაროდა. ისე უნდა დავეპატიჟეთ. აუ, ნუ იცი ხოლმე რა იგრე თქმა. რო დაეპატიჟე ხა წახვიდოდი ზესტაფონში. ვერ წავიდოდით ახლა, მაგრამ თქმას რა უდგას წინ. აუ, მიდი უგულავებშიც დარეკე, ძალიან მაინტერესებს ელენე მრაქნა. დავრეკე დედამისთან, მაგრამ არ იღებს ტელეფონს სოფო. მამამისის ნომერი მქონდა, ერთი უნდა მოუძებნო ბიძინასი. აიცანე. აი, ბიძი. ბიძინა როგორ ახართ? ბრაქნა ბავშვმა ჩაირიცხა? დედა ვეს რომელ ბიძინასთან დავრეკე გოგო? მიშე მომტენა ინგამ შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერი ასია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუბედურება სკოლის ამზადეთ მზითვები. მაჩვენი. მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ ქეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო თბილისის მოსწავლეთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ 40%-იანი ქეშბექი გიქნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით საკანცელერო ნივთებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე თუ დედას მივყავარ ხოლმე. აუ რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამაგიჟო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფერადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5-ლარიანი, ესენი 18. აიღე ეს 5-ლარიანი. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია ქეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით ქეშბექი. მაგრამ სტუდენტებს მე კიდე ძალზე გვექნება. 6-7 სექტემბერს 150 ლარიანი ლიმიტი ისევ 40%-იანი ქეშბექით. ხო ინგა.
ანასტასია მათემატიკის როლი არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია ნახე ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩიე ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, იგინი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო კეშბექი დღეს. დიახ არის, პარკი გნებავთ? კი მნებავს. მოვიდგენდი. ვაიმე, ლელა აქ ხარ შენ? გოგო სანზონაში დამყავს მეც ბავშვი და ეხლა აქ რო გახსნეს ეს ფილიალი გლდანში გადმოვწერე აქეთ ბავშვი. ხო. ხო, მეც როცა ვეკითხე რომ გლდანის მანეჟის უკან იქნებაო ესე გამიხარდა რომ ეს ხო ჩვენი კორპუსია. ხო, ჩვენ საქმე არ ვართ გოგო 10 წუთში. შვილო, ომარიკოს აწავიდა. ეგენი შაურმებზე წავიდნენ. რა შაურმებზე წავიდნენ, კაცო? ვერ არის ეგ ბავშვი რა. ომარიკო, საწახვედი ვერ გავიგე შენ. დე ბიჭები წამოვედით შაურმაზე. მე ფული წაიდან მქონდა ვერ გავიგე. შენი ბარათი მე მიდევს ტელეფონის ქეიში. მოხვალ შენ საჭ. წავედი ლელა უნდა გავიგე.